ძალიან დღეს უკვე დამტკიცებულია დნმ-ის კვლევითაც სტალინის ერთ-ერთი უკანონო შვილი იყო ცნობილი საბჭოთა კავშირის რადიოს ხელმძღვანელი კუზაკოვი. ასევე სტალინის თავმოყრილები არიან ციმბირელი დავიდოვები, რომელთა ბებიაც მისი ასე ვთქვათ შეყვარებული იყო ტურხანსკის მხარეში გადასახლებისას, იქ მას შვილი შეეძინა და დნმ-ის კვლევამ დაადასტურა, დიახ, სტალინის ოფიციალური შვილიშვილი ვინც იყო, ალექსანდრე ბურდონსკი, ვასილი სტალინის შვილი, მოგეხსენებათ, რომ ხრუშჩოვის მოთხოვნით ვასილი სტალინსაც გამოუცვალეს გვარი და მის შვილ ალექსანდრე სტალინსაც და აიძულეს, რომ დედის გვარზე გადასულიყო ბურდონსკიზე. ფაქტობრივად 100% დაემთხვა ამ ჩემს მიერ ხსენებული კუზაკოვის და დავიდოვების დნმ-ი სტალინის შვილიშვილის დნმ-ს და აბსოლუტურად დადასტურდა ის ინფორმაცია, რომელიც არსებობდა, რომ უნდა ყოფილიყვნენ ეს პიროვნებები სტალინის შთამომავლები.